დემოკრატიული მოძრაობა არც ერთ პოლიტიკურ ძალასთან არ აწარმოებს კონსულტაციებს, არც ფარულად და არც ღიად და ჩვენ პრინციპში ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად გავხადოთ ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაცია დამოუკიდებელი მიზიდულობის პოლიტიკურ ცენტრად და ვაქციოთ ის საინტერესო ადამიანების თავშეყრის ადგილად, ასე ვთქვათ, პოლიტიკური ბრენდ მოლი რო გამოვიყენოთ ესეთი ტერმინი, ესეთი რამ გვინდა რომ გავაკეთოთ და არა ის რომ მექანიკური გაერთიანება პოლიტიკური ორგანიზაციებისა გავხადოთ მორიგ პანაციათ იმისა, რომ კოალიციურ რეჟიმში ან ბლოკურ რეჟიმში მივიღოთ მონაწილეობა არჩევნებზე. ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების პრაქტიკის დონეზე, რომ ასეთმა ეკლექტურმა გაერთიანებებმა ქვეყანას არავითარი, ასე ვთქვათ, დადებითი შედეგი არ მოუტანა. იქნება ეს ქართული ოცნება თუ სხვადასხვა პოლიტიკური კოალიციები, რომლებიც შემდგომში მარტივ მომრავლებად იშლებიან ხოლმე, როდესაც მიღწეულია მათი ძირითადი მიზანი მოხვდნენ პარლამენტში და გადაინაწილონ ხელისუფლება. ადამიანების შეგეკითხებით, რას ფიქრობთ, როგორ მოძრაობს და როგორ წარმოგიდგენიათ ის მოსაზრება, რომ ჩაანაცვლოს ნაციონალურ მოძრაობას, წარმოადგენს ნაციონალურ მოძრაობას, თქვენ როგორ ფიქრობთ? როდესაც პაატა ბურჭულაძის პიროვნების დახასიათება გვიწევს, რა თქმა უნდა, დიდი სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ იმ კუთხით, რომ ზიანი არ მივაყენოთ მის საოპერო ავტორიტეტს, ასე ვთქვათ, სახელოვნებო ავტორიტეტს, ვინაიდან ის გახლავთ მსოფლიო მნიშვნელობის ბანი და რა თქმა უნდა, ის შესულია მთელი მსოფლიოს უახლეს ისტორიაში, როგორც დამსახურებული საოპერო მომღერალი, ხელოვანი და ამავე დროს, როდესაც საუბარია იმაზე, რომ შევაფასოთ მისი პოლიტიკური ამბიციები, რა თქმა უნდა, აქ უნდა დავეყრდნოთ კონკრეტულ ფაქტებს. კონკრეტული ფაქტები კი შემდეგისკენ გვიბიძგებს, შემდგომი ლოგიკისკენ გვიბიძგებს, რომ ბატონი პაატა ბურჭულაძე, როგორც მსოფლიო მშვიდობის ელჩი, მან ეს სტატუსი სრულიად დამსახურებულად მიიღო თავისი მოღვაწეობიდან გამომდინარე, აგრეთვე იმ ქველმოქმედებიდან გამომდინარე, რომელსაც იგი ეწეოდა ქვეყანაში წლების განმავლობაში, ფიქრობ, ვალდებული იყო ქვეყნისთვის ყველაზე უფრო მძიმე წლებში გაეკეთებინა შესაბამისი განცხადებები საქართველოში ადამიანის უფლებების ტოტალური დარღვევების ფაქტების გამო. როდესაც სანდრო გირგვლიანის საკითხი და მურუსიძის სინდრომის თემა ქვეყნის ერთ-ერთ დამოუკიდებელ სახელისუფლებო შტოში სასამართლო ხელისუფლებას გულისხმობ, დღეს უკვე პოლიტიკოს ბურჭულაძის ერთ-ერთი მთავარი სამეთყველო თემა ხდება, მე ვფიქრობ, რომ აქაც კითხვები უნდა დაისვას. მურუსიძე დღეს არ გამოჩენილა ქართულ მართლმსაჯულებაში და დღეს არ იკავებს ის არაფორმალურად ამ სახელისუფლებო შტოს ერთ-ერთ მთავარ მაკონტროლებლის ფუნქციას. ეს ადამიანი გახლავთ სწორედ ის ადამიანი, რომელმაც მიიღო სასამართლო გადაწყვეტილებები საქართველოს სახელით იმგვარი, რასაც შემდგომში სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უწოდა გამაოგნებელი. სწორედ ამ ტერმინით მოიხსენია სასამართლო გადაწყვეტილება სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ. და როდესაც სანდრო გირგვლიანის დედა ჯერ კიდევ თავის დროზე ითხოვდა ბატონი პაატა ბურჭულაძისგან ხმის ამაღლებას და მსოფლიო ტრიბუნის გამოყენებას იმისთვის, რომ ელემენტარული სამართლიანობა აღმდგარიყო წამებით მოკლული ახალგაზრდა ბიჭის მიმართ, რომ მისი ოჯახის მოთხოვნები შეესმინა მსოფლიოს, შეესმინათ მსოფლიო ადამიანის უფლებათა ავტორიტეტულ ორგანიზაციებს და მაშინ ბატონმა პაატა ბურჭულაძემ საკუთარი ბანი ვერ გამოიყენა იმისთვის, რომ ხმა მიეწვდინა საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის. მე ვფიქრობ, რომ არამც თუ შეკითხვებს უნდა ბადებდეს დღეს პოლიტიკაში მოსული ბურჭულაძის მიმართ, არამედ ძალიან სერიოზული პასუხისმგებლობის საგნად უნდა ხდიდეს საზოგადოება აი ასეთ რეაქციის გარეშე დატოვებულ საკითხებს, როგორც პაატა ბურჭულაძის, როგორც უკვე გაცხადებული პოლიტიკური მიზნების მქონე სუბიექტის მიმართ. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ სხვა ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღების შემთხვევაშიც და ამ შემთხვევაში მე გულისხმობ ბატონი პაატა ბურჭულაძის ძალიან მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობას ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან და ფაქტობრივად მის მიერ პოლიტიკაში მოსვლის დეკლარირებას იმ ფაქტის თანხმედრასთან, რომელიც კავშირშია ოდესაში გამართულ მუსიკალურ ფესტივალთან, რომლის ხელმძღვანელიც გახლდათ ბატონი პაატა ბურჭულაძე და რომელიც საზეიმოდ გახსნა მიხეილ სააკაშვილმა 2015 წლის
10 ივნისს ქალაქ ოდესაში. მე ვფიქრობ, რომ აქაც ძალიან ბევრ კითხვაზე პასუხის გაცემა მოუწევს სოფლიო ბანკს. ეს ინფორმაცია სხვათა შორის ინტერნეტ ქსელში არის ხელმისაწვდომი და თქვენ ძალიან კარგად ნახავთ თუ როგორი სიმბიოზური შეხმატკბილებული ურთიერთობა სუფევს ბატონ ბურჭულაძესა და ბატონ სააკაშვილის შორის, რის შემდგომაც, სწორედ ამ ფესტივალის შემდგომ მოხდა მის მიერ ხმამაღლა დეკლარირება ახალი ფონდის შექმნისა და სხვა შორის ესეც მსჯელობის საგანია, იმიტომ რომ ფონდი საქართველოს განვითარების ფონდი, როგორც მას დაერქვა შემდგომში, არ იყო პოლიტიკური მიზნებისთვის დეკლარირებული. ჟურნალისტებმა პირველი შეკითხვა, რაც ბატონ ბურჭულაძეს დაუსვეს ამ ფონდის შექმნის მომენტისთვის, იყო თუ არა ეს ფონდი დაკავშირებული შემდგომ პოლიტიკურ აქტივობასთან, ამ პოლიტიკურ მიზნებთან და პასუხი იყო, რომ არავითარი, რომ ფონდი შეიქმნა იმისთვის, რომ ძირითადი დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას შეწყობოდა ხელი. გახსოვთ თქვენ ძალიან კარგად და ბუნებრივია, როდესაც იქმნება ახალი ფონდი და არსებობს ლეგიტიმური ეჭვი იმისა, რომ ის უნდა გადაკეთდეს პოლიტიკურ პარტიად, ამ შემთხვევაში აუდიტის სახელმწიფო სამსახური ვალდებულია დაინტერესდეს მისი საქმიანობით, თანხების წარმომავლობით, რომლითაც აკუმულირდება ძირითადი ბიუჯეტი ასეთი ფონდისა და ამ შემთხვევაშიც ვფიქრობ, რომ კონტროლის პალატა, იგივე სახელმწიფო აუდიტის სამსახური აუცილებლად უნდა დაინტერესდეს იმ ფულის წარმომავლობით, იმ თანხების წარმომავლობით, რომელიც უკვე დღეს საარჩევნო კამპანიის ოფიციალურად გამოცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე ძალიან უხვად, ასე ვთქვათ, მონაწილეობს განსაკუთრებით რეგიონებში, ასე იგი საარჩევნო კამპანიის გაჩაღების როგორც წინა პირობა. და ეს ძალიან საინტერესო მოვლენაა, ბუნებრივია, იმიტომ რომ ბატონი პაატა ბურჭულაძეს აქტივი ძალიან აქტიურად ნადირობს კონკურენტ პოლიტიკური ორგანიზაციის შტაბის წარმომადგენლებზე და ერთგვარ დივერსიასაც აქვს ადგილი მთელ რიგ რეგიონებში, მე ამ შემთხვევაში კახეთის რეგიონი მაქვს მხედველობაში. და სხვა შორის ბატონი პაატა ბურჭულაძის გამოჩენა ძალიან მახსენებს 2010 წლის მუნიციპალური არჩევნების წინ ბატონი გიორგი ჭანტურიას გამოჩენას, რომელიც სახელდახელოდ ბაქოდან იქნა მოწვეული იმისთვის, რომ თბილისის მერობის კანდიდატი გამხდარიყო, იმ ცნობილი დევიზის ფონზე გაზი 5 თეთრი და დენი 10 თეთრი და შემდგომში ამ მისიის ამოწურვისთანავე ეს ადამიანი გაქრა ქართული პოლიტიკიდან. გახსოვთ თქვენ, ეს ხდებოდა 2010 წლის მუნიციპალური არჩევნების წინ. ვფიქრობ, რომ ბატონ პაატა ბურჭულაძესაც გააჩნია გარკვეული ლოკალური მიზნები, თუ რასთან არის საბოლოო ჯამში გლობალურად ეს მიზნები დაკავშირებული, ამას ჩვენ ალბათ ძალიან მალე გავიგებთ. საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე მინდა გკითხოთ რესპუბლიკური პარტიის ინიციატივასთან დაკავშირებით, ხო იცით 5%-იანი ბარიერი, იცით ეს ინიციატივა? გერმანულ მოდელზე მესაუბრებით? ხო. დიახ. როგორ ფიქრობთ, რამდენად მისაღებია თქვენთვის და საერთოდ რა შეცვლის ეს არჩევნებისთვის? არაფერი, მე ვფიქრობ, რომ იქნება და რამდენად ეხლა ძალიან შეთქმულების თეორიებში თუ გადავალთ, კორცხელის ინციდენტი გარკვეულწილად ირიბ კავშირში არის საარჩევნო სისტემის რეფორმირების დაპირებულ, მაგრამ ვერ შესრულებულ პირობასთან. ის რომ გერმანული მოდელი, რომელიც ყველაზე უფრო პროგრესული მოდელია დღეს განხილულ მოდელებს შორის, გამომდინარე იქიდან, რომ ის ითვალისწინებს იმის და პროპორციულად მანდატების მიღებას, რამდენ პროცენტს წაიღებს პოლიტიკური პარტია. ანუ რამდენ პროცენტსაც წაიღებს, პროცენტულ ანგარიშში რა რაოდენობის მანდატებსაც შეესაბამება ეს კონკრეტული პროცენტი, ზუსტად იმდენ რაოდენობის მანდატი უნდა წაიღოს პოლიტიკურმა პარტიამ პროპორციული სიის ხარჯზე. ვინაიდან მოგეხსენებათ მაჟორიტარულ სისტემაში გამარჯვებული კანდიდატი ვერ დარჩება მანდატის გარეშე, ის პირდაპირ იღებს არჩევნებში მონაწილეობას, მაგრამ ის მისი რაოდენობა, ანუ თუ მაგალითად 20% წაიღო ქართულმა ოცნებამ და 40 მანდატი, მასქნა რა ქვია, მაჟორიტარულ საარჩევნოში 40 მანდატი გააკეთა, ჯერ 40 მანდატი უნდა დაკმაყოფილდეს და შემდგომში იმ 20%-ის ექვივალენტი, რასაც პროპორციული სია გულისხმობს, ხო? ანუ ეს ყველაზე უფრო სამართლიანი მიდგომაა, რომელსაც მე როგორც ვიცი, მხარს უჭერს საპარლამენტო უმცირესობაც, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ კორცხელის ინციდენტის შემდგომ ნაციონალურ მოძრაობამ უარი თქვა საპარლამენტო მუშაობაში მონაწილეობის მიღებაზე და პოლიტიკური დემარში განახორციელა, რეალურად ასეთი კანონპროექტის მიღების რაიმე თეორიული შანსიც კი წარმოუდგენელია.
დღეს რამდენად ჩემთვის ცნობილია, აი ამ წუთებში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში მიმდინარეობს განხილვა გერმანული მოდელის, რომლის ინიციატორებიც არიან რესპუბლიკელები, მაგრამ კიდევ ერთხელ კითხვა მინდა დავსვა, როგორი ინტენსივობითაც არ უნდა მოხდეს საკომიტეტო განხილვები, თუ კი სესიაზე ყველაზე ესე ვთქვათ დიდი ფრაქცია არ დაესწრება სასესიო მოსმენას, მაშინ როგორღა უნდა იქნეს კანონი მიღებული შესაბამისი კენჭის ხრით. ასე რომ ვფიქრობ, რომ ქართულ ოცნებას, რომელსაც ძალიან აწყობს ძველი საარჩევნო სისტემის დატოვება ძალაში, გარკვეულწილად აი ეს გარემოება, შექმნილი გარემოება ხელს აძლევს იმისას, რომ გაიმართლოს თავი, რომ აი ჩვენ ყველანაირად ვეცადეთ, რომ გერმანული მოდელი განგვეხილა, მაგრამ ის ძალები, ვინც მხარს უჭერდა გერმანული მოდელის განხილვას, თავად არ ესწრებიან და ბოიკოტს უცხადებენ საპარლამენტო სასესიო ცხოვრებას. და ეს გახდება ლეგიტიმაციის პირდაპირი გზა. რანაირად მიიღება? რანაირად ვერ მიიღება. მიუხედავად იმისა, რომ 76 ხმის თეორიული გაკეთების შესაძლებლობა არსებობს. ანუ ის რომ დაიძლიოს, ასე ვთქვათ, გარკვეული პოლიტიკური წინააღმდეგობა. თუკი ნაციონალური მოძრაობა, თავისუფალი დემოკრატები, რესპუბლიკელები მიიღებენ მონაწილეობას ამ კენჭისყრაში და მიიმხრობენ ასევე რამოდენიმე ერთეულ დეპუტატს, ამ შემთხვევაში 76 ხმის თეორიული დაძლევის შესაძლებლობა არსებობს. ანუ ეხლა არჩევნები როგორ ჩაივლის დაპირისპირებების კორცხელის ინციდენტი არის ჩვეულებრივი მაგალითი უკვე აპრობირებული მოდელებისა, რომლითაც ხდებოდა, ასე ვთქვათ, ერთმანეთის გაცოცხლება დაპირისპირებულ ძალებს შორის. დაპირისპირების ფონზე იყო ეს ბოლნისი გაგახსენებთ თავის დროზე 2003 წელს, იყო ეს კარალეთი 2012 წელს, ხურვალეთი თუ დღეს კორცხელია და აქ არაფერი ახალი არ არის, მე უბრალოდ როდესაც ვისმენ განცხადებებს მმართველი ხელისუფლების სახელისუფლებო ძალების მხრიდან, რომ უნდა გაამკაცრონ კანონმდებლობა საარჩევნო უბნებთან ფიზიკური ძალადობის ფაქტების პრევენციასთან დაკავშირებით, კითხვა მიჩნდება, რომ სისხლის სამართლის კოდექსში არის დაახლოებით 6 მუხლი, რომელიც ითვალისწინებს საკმაოდ მძიმე სანქციებს არჩევნებთან დაკავშირებული უსამართლო უკანონო манипуляციების არსებობის შემთხვევაში, იქნება არჩევნების გაყალბება, იქნება ეს ამომრჩევლის მოსყიდვა თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი უბრალოდ კითხვა რო დავსვათ მედიით. ერთი პრეცედენტი დაგვისახელონ პასუხისგებაში მიცემული პირისა, რომლის მიმართაც კანონიერ ძალაში შესული განაჩენი არსებობს. ხო, აი ამდენი არჩევნები ჩავატარეთ, არა? არც ერთი საარჩევნო სამართალთან დაკავშირებული და საარჩევნო რეგულაციასთან დაკავშირებული სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გამოწვევი მუხლის მოქმედება ჩვენ პრაქტიკაში არ გვინახავს. და არ ჯობია, რომ ჯერ არსებული მუხლებით, ასე ვთქვათ, აამოქმედონ ის ბერკეტები, რომლითაც საზოგადოებას დაანახებენ რეალურ ქმედით ძალას და პოლიტიკურ ნებას. და არა ის, რომ უკვე გამკაცრებაზე მიდის საუბარი, ისედაც არსებული მუხლებისა, იმიტომ რომ თქვენ იცით, რომ საარჩევნო უბანთან იქნება თუ უბნის გარეთ იქნება, როდესაც არსებობს ხულიგნობის ფაქტი, ხულიგნობა არის სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრული დანაშაულებრივი ქმედება, რომელიც საკმაოდ მძიმედ ისჯება. მათ შორის მესამე ნაწილი თუ არ ვწდები 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს, როდესაც მასობრივი ჩხუბი ამავე დროს გადაიზრდება ხოლმე სხვადასხვა საგნების გამოყენებით, ასე ვთქვათ, რაღაც ტოტალურ დაპირისპირებაში. და მე არც ერთი ასეთი საპასუხისმგებლო მომენტი არ მინახია, რომ ამაზე დაწყებულიყო გამოძიება და ასე რომ ეს ახალი მუხლის მოძებნა და რაღაცა გამკაცრების რეგულაციის შემოთავაზება მორიგი ფარსია და სხვა არაფერი. და საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით მინდოდა მეთქვა, არის მორიგი ძალიან უპასუხისმგებლო ნაბიჯი, რომელშიც კვლავ ჩვენი ქვეყნის საპარლამენტო აღმასრულებელი ხელისუფლება და პრეზიდენტის ინსტიტუტი არიან ჩაბმულები. უპრეცედენტო რამ ხდება, როდესაც მიღებული არის კანონი 2016 წლის 14 მაისის მდგომარეობით და კანონს უგზავნიან, მიღებულ კანონს უგზავნიან ვენეციის კომისიას ექსპერტიზირებისთვის ცალკე პარლამენტი და ცალკე პრეზიდენტი. ეს სხვა არაფერია თუ არა უნდობლობის აქტის გამოხატულება, რომელსაც აფიქსირებენ საერთაშორისო ერთ-ერთი ყველაზე უფრო წარმომადგენლობითი ორგანოს წინაშე, გახლავთ ევროპული სამართლის კომისია, მოგეხსენებათ და უბრალოდ რატო ვიტეხავთ ევროპის თვალში, ასე ვთქვათ, სახელს და ისედაც დისკრედიტირებული ჩვენი ავტორიტეტი რატო უნდა გავთელოთ ფეხქვეშ. ანუ გაუგებარია თუ კი პარლამენტმა მიიღო კანონი და ექსპერტიზისთვის გადააგზავნა ის ვენეციის კომისიაში, რატომ არ უნდა იყოს ეს საკმარისი პირობა იმისთვის, რომ თუნდაც პრეზიდენტის ინსტიტუტი დაელოდოს იქიდან პასუხს.
ანუ პარალელურად რატო ხდება ამ კანონების გადაგზავნა და იმაზე ალტერნატიული პასუხების მიღება. ეს ცხადია, რომ ერთმანეთსადმი უნდობლობის ფაქტის გამოხატულების პოლიტიკური აქტის წინაშე გვაყენებს, როგორც პრეზიდენტი, ასევე პარლამენტი და ეს არის ძალიან სამწუხარო და სავალალო მოვლენა. და ერთიც გითხრათ, თქვენი მოლოდინი როგორია არჩევნებზე და თქვენ ამ ჩვენს ასეთ ვთქვით. რას ფიქრობთ, რომ არ დაწყობთ? ხო, მაგრამ როგორ? აი დაწერით არა ის მაინტერესებს პროგრამა როგორ იქნება. კი, ჩვენ სხვათა შორის განსხვავდებით ბევრი პოლიტიკური ძალისგან იმითაც, რომ ჩვენი პოლიტიკური პლატფორმა ჩამოყალიბებულია როგორც ქართულ ენაზე, ასევე რუსულ ენაზე, აზერბაიჯანულ ენაზე და სომხურ ენაზე, რათა ადვილად ხელმისაწვდომი და წაკითხვადი და გასაგები იყოს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად განსახლების ადგილებში სახლობენ და მე ვფიქრობ, ეს არის ძალიან კარგი პრაქტიკა, მით უმეტეს სამოქალაქო ინტეგრაციის გზაზე, როდესაც ჩვენ ეროვნულ უმცირესობებს უცხადებთ გარკვეულ ნდობას. და ამ მხრივ იქნება ჩვენი მხრიდან კიდევ უფრო, ასე ვთქვათ, გაფართოებული ეს კამპანია. რაც შეეხება უშუალოდ საარჩევნო კამპანიის მსვლელობას, ის დაიწყება 1 ივნისიდან და პირველ რიგში განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდება სწორედ რეგიონებზე. თავად საარჩევნო შედეგებთან დაკავშირებით რა კითხვაც თქვენ დამისვით, როგორი მოლოდინი არსებობს. ბუნებრივია, ძველი საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნებით ყველა იმ მავნე და ძიმე გამოცდილების გათვალისწინებით, რასაც წინ არჩევნებში ჰქონდა ადგილი, არტოვებს ოპტიმიზმის საფუძველს. მარტივად გეტყვით, რომ ბოლო არჩევნებში ერთ-ერთი ყველაზე უფრო წარმოუდგენელი ციფრი დაფიქსირდა ბათილად ცნობილი ბიულეტენებისა, ანუ რო აუხსნათ საზოგადოებას რა არის ბათილად ცნობილი ბიულეტენები, ეს არის გამოყენებული ბიულეტენები, რომელშიც გარკვეული ხარვეზის გამო იქნა კომისიის მიერ დაწუნებული და გადადებული. ანუ რეალურად 17%, თქვენ წარმოგიდგენიათ რამდენი ადამიანია 17%. დაახლოებით 220,000 ადამიანის მიერ არჩევნებში მონაწილეობის მიღების შედეგი იქნა გადახეული და გადაყრილი ურნაში. და როგორ გონიათ ამ 220,000 ადამიანიდან რამდენი დაუჭერდა მხარს ოპოზიციას და ბუნებრივია ხელისუფლება საკუთარ ხმებს არ დაახევდა მაპატიეთ ამ გამოთქმაზე საზოგადოებას თავზე, მაგრამ დღეს დემოკრატიულ მოძრაობას აქვს ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი. ეს გახლავთ ის, რომ ჩვენ გვყავს კომისიებში წარმომადგენლები, ისა კომისიის წევრები უკაცრავად. და კომისიის წევრის არსებობა უბანზე უკვე ნიშნავს იმას, რომ შემაჯამებელი ოქმი ვერ დაიწერება და ვერ დაბალანსდება და ვერ მოეწერება საბოლოოდ ხელი ჩვენი მონაწილეობის გარეშე. ასე რომ ეს მე ვფიქრობ არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ოპტიმისტურად განწყობის მთავარი საფუძველი, რომ გაერთიანებულმა დემოკრატიულმა მოძრაობამ 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებში ანახოს დამსახურებული შედეგი და მე ღრმად ვარ დარწმუნებული საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი მხარს დაგვიჭერს როგორც განსხვავებული იდეოლოგიის მატარებელ პოლიტიკურ ძალას.